მოვიდნენ. შვენიერი. ამას აქ რა უნდა? მეცე გმაინტერესებს. შეგვეშალა რა. არ და ყველაფერი ისე გავაკეთეთ, როგორც დავგეგმეთ. იმ ტიპთან ერთად იყო და. მოიცა. იმ ტიპთან რა გინდა? ეს უკვე ჩვენი საქმეა ძმო. ჭკუით იყავით, ბიჭო. რამე არ შეგეშალოთ. არაფერი ძმაო, რაღაცა პატარა გაუგებრობა იყო და იზვინი რა, აღარ განმეორდება რა. ვინ არის ეს იცნობთ? ხო რა არის? რა, თქვენი სახელი რა უხსენე, იძახდა მეტის ღირსი ვარ, რო გამოვიყვანეო. ეგა ბიჭო, ვის გამოგვიყვანა? რანაირად აგერიათ ბიჭო? ოფისში ბავშვთან ერთად მივიდა და რო გამოვიდა ზუსტად ისე ეცვა, როგორც იმ ბავშვს. დღეს უეჭველი დავადგები ის. არა, ვის არ დაადგები. ახალი გეგმა გვაქვს მოფიქრებული. ალო. როგორ ხარ? კარგად, შენ? აუ, მეც კარგად. რუსთავში ხარ? არა, გლდანში ვარ. ცოტა ხანში ვაპირებ გასვლას. შენ საით ხარ, ხო არ გამოხვალ? კი, გამოვალ. მეც თბილისში ვარ და სად ხარ? მე 6 მიკროში ვარ. 6 მიკროში? კი. მოხვალ? კი. კაი. შევახა ჩემი სიდიდრის უბანშია. რას დავრეკე საერთოდ რა მინდოდა მე კიდე. რა შვები ბიჭო, საით ხარ? ძმურად მანქანა მათხოვე რა, გოგო უნდა ვნახო. არა, არაფერს არ ვიზავ ბიჭო, პროსტა არ იცის რომ ტაქსაობდა მაგ პონჩი რა. ხო, მაშინ ცოლი არ მყავდა შეცემა და. კაი, გამოგივლი მაშინ, კაი. მიდი. მოვიტანეთ. დერწყვიც მოვიტანეთ და თმებიც. კი ბატონო, მომაწოდეთ. კი, მარა რა ამბავია ამდენი? ცოტა გითხარით და. მეც ეგ ვუთხარი, მაგრამ არ დამიჯერეს. გაჩერდი შვილო თუ არა, რო არ აჩერებთ ხოლმე გამჩენი, აგერ კი ხედავ რაც მოსდით ხოლმე. არ გეთეხა, ნუ დაახონსავთ ერთმანეთს. ძმა არის. ძმა. რა სამბო? დაზუსტებით იცით? 99%-ია. და ის 1%? ჩემო კარგო, 1%-ით ცნობილება ყოველთვის არის. მაგრამ აქ მოუხდება ბიოყავიტალიზაციის მეთოდი. ეგ რა? ბიოლოგიური მონაცემები შეყავს ყავის მარცვალში და ეს 800 ლარი ჯდება. ვიხდით. რა სიხდი, ხალო, რა სიხდი, ვერ ახედავ რამდენი მიჯდება მკითხაობა. მაგდეს კი არ მოითხოვს ის ჩემისა ძმად რო ვაღიარო. ხო და დაანებით ხალხმა მოაზრობებს თავი და ადამიანურად დაელაპარაკეთ რა იმის. შენი სისხლი და ხორცია მაინც რა მახო. რა კარგად დაიწყო და რაც უნდა დამთავრებს ეს გოგო. რა ვთქვი არასწორი. ჩემს შვილს რო ცოლობაზე დათანხმდი თავის დროზე, აი ეგ თქვი არასწორი. გეხვეწები ერთი ამათი მომავალზეც მითხარი რამე რა, ეს გოგო რამდენ ხანს გაქაჩავს ჩემს ოჯახში რა. კი ბატონო. მოიზადე აბა, სადა ხარ? ჩართე აბა, შენიცი? გამარჯობა. გამარჯობა. აი ესენი მინდა თუ გაქვთ რა.
ბრემენი მინდა 2 კათხა დღეში სამჯერა. რამდენი იქნებავთ? ამ ეტაპზე 5 დღისა მინდა. კი ბატონო. გააქვთ. ესე იგი, კიდე მინდა ბოჰემური პილსნერი თითო კათხა ჭამის შემდეგ დილასა და საღამოსა. კი, გვაქვს. და კიდე მინდა ვაისგოლდი მინდა გენაცვალე დღეში სამჯერა 2 კათხა ჭამის დროსა. კი ბატონო. ამერიკული სტაუტი გააქვთ. ამერიკული სტაუტი გვაქვს, მაგრამ ამ ეტაპზე იხარშება და შემიძლია შემოგთავაზოთ შემცვლელი. შემცვლელი არ მინდა. დაველოდები. კარგით. დალიეით გასტროკრაფტის ცოცხალი ლუდი დღეში სამჯერა. დოქტორი ძუძუ თქვენი განწყობის მკურნალი. გამხელო მანქანა. ო დღეს ამით წამოვედი რა. თორე ისე ძირითადად სპორტკარებით მოძრაობ ხოლმე. სხვა წყავს? გარაჟი მაქვს 9 ჰექტარი, გადაო. ერთლა? ისე რა უშემაძმება. ой, არც მიკითხავს. იმედი ყველაფერმა ნორმალურად ჩაიარა. არა კი, რა მომხდარიყო ეხა ესეც. პირიქით მადლობები მომიხატეს რა. და ძალიან რაღაცნაირად რა, აი მადლობებს და რაღაცას რომ მიხდიან ხოლმე ძალიან უხერხულად. აი რა. იცი არ გინდა სამე რო გავიდეს დღეს? სად? რა, სადაც სურვილი გაქვს ან ჩემთან ყოფნა სადაც გესიამოვნება იქ. არ ვიცი. დღეს სამსახურის გოგოებთან ერთად ვაპირებ წასვლას და გვიან დავბრუნდები. გვიან იყოს. ნახოთ. წამო ჰაერზე გავიდეთ ერთად. ჰაერზე? ჰაერი რა დაბინძურებულია დღეს ნახე ინტერნეტში. ძალიან დაბინძურებული ყოფილა ჰაერი და ზოგადად გარემო რა. აი რა. აი ხო. წამოწ. აქეთ გავიაროთ რა უფრო კაი ბუნება. დღეს მეც იმდენი საქმე მაქვს. ძალიან ბევრი სარბენი მაქვს რა. წარმოიდგინე, ძმაკაც აღმოაჩნდა ნახევარ ძმა. რას ნიშნავს აღმოაჩნდა? ანუ მამამის შვილი ყოლია და არ იცოდნენ რა. აუ როგორ მძულს ეგეთი კაცები. სიყვარულს რო გეფიცებიან და მერე ბავშვები და ყოფილი ცოლები რო აღმოაჩნდებათ ხოლმე. ო, მაგრამ რა იცი რა მოხდა? რაც არ უნდა მოხდეს? ეხლა შენ თუ დაგიჯერებს კაცი ადამიანი ადამიანს რო დაშორდება, ანუ მეორედ არ უნდა იქორწინოს. ნუ მე ვერ ვიქნები ეგეთი თანდათან. მამა! ფინა? რა ვიცი მე? დაიყო პატარა. დაიკალგე? არა, მა. არ ვარ შვილობა მაშენი. სად არის დედიკო? სახლში. აუ როგორ ვერ ვიტან რა, ესე დაუდევან მშობლებს, ბავშვებს გამოუშვებენ, თვითონ დაждდებიან და ჭორაო. საცხოვრებ შვილო? ამორა სახლში. სახლში ამორი. რამდენჯერ გითხარი, ბევრი ლაპარაკი არ შეიძლება მითი რა. და უცხო ადამიანები, რას მილაპარაკი, რას მულება. ათი სახლში ხარ მითი დედაში. კიდე კარგი მივხვდი საცხოვროდა და აუშვი, თორე შეიძლებოდა რომ დაკარგულიყო რა. წამო რა მანქანაში დავждეთ და სხვაგან წავიდეთ, კაი? უფრო კარგ ბუნებაში. კარგი. ძუძუ, ეს რეკლამები კი კაი იყო, კაი გამოვიდა, მაგრამ აი ციცოს არა უყო, ძალიან მედარდება რა. ციცოვინ არის ბიჭო. ჩემი ცოლი კაცო. შენ რა გითხარი, ვეღარც მოვიფიქრე რა.
კიდევ ვერ დაივიწყე კაცო. შენ ვერ აღარ კარგად ხო იცი? რა ვარ კარგად. ამ კარიერის პიკზე მყოფ კაცსა. ოჯახური პრობლემა გაწყობს ახლა. ჰა? ადამიანი რომელიც ხელს გიშლის, უნდა მოიშორო. ჯონი დეპმა როგორ უნდა გაჯობოს ბიჭო? ვინა? ჯონიმა დეპმა. ეგ ვინ არის პირველად იმესმის? პირველად ახლა შენ ციცოც აღარ მიჩერებული სულა და ჩართეი ხომი ტელევიზორი ხანდახანა. ცოლი კარგი რო იყო ბიჭო, შენ დამასწრებდი მე. ბიჭო, ხო ყავ შენაცოლი? მე დამასწარი? არ ვიცი რა ძუძუ, არ ვიცი რა დღეში ვარ, არ ვიცი რა გავაკეთო რა. ეგ ერთყვი ერთ კარგჩევასა. წადინაყენი მიყიდე და მომიტანე. რა? ჯერ მითხარი და მერე გიყიდი. ჯერ მიყიდე და მერე გეტყვი. კაი. აჰა. გიყიდე. აბა, თქვი ახლა, მითხარი. მითხარი ახლა. დაშორდი. კიჟი ეს პატრონატანჯი კაცო, ჰა. შეშემისა, მაგისთვის მაყიდინე, ნაყინი. კაირჩევა თუ კიდე ეს არის და დანარჩენი მე რა შემიძლია, ვა. ბიჭო, ეს არის კაირჩევაი, ჰა. ეს არის კაირჩევა. ო, ეს არის კაირჩევა. ის მაინც უნდა დაგშორდე და შენ დაასწარი მაინცა, კაცო. კაი დავასწარი და აზრი? აზრი ისა რომ შენ რო დაასწრებ დაშორებასა, ისა დაკარგავს თვითრწმენასა. იტყვის რომ იმ შტერმა რომ იმატოვა, მეც გამოდივარ შტერიო. კაი გერაშია საქმე. რა ქნა, ჩემზე იტყვის შტერიაო. მამიზე იტყვის, შტერი ხარ? ხო, ხარ. ძუძუ, რა თავა შტერი? დადი მომიტანე კიდე ერთი ნაყენი და გეტყვი. რა გნებავთ? არაფერი. აბა აქ რას აკეთებთ? ვათვალიერებ. აქ შემოსვლა არ შეიძლება. ეს არის უფროსის კაბინეტი. უფროსი არა, უმცროსია. უფროსი მე ვარ. ბატონო? რა ქვია? გინდა აირანზე დაგპატიჟებ? არა. რატომ? არ გიყვარს? არა. მაშინ აი ეს შენ. მადლობა. მე ბეზანი ვარ. ბეზოსაც მეძახიან მოფერებით. და რა გინდათ? არაფერი. გინდა ორი კვირა ზღვაზე წავიდეთ მე და შენ? რა? საერთოდ არ გიცნობთ ვინ ხართ? ბეჟანი ვარ, გოგო, ბეჟანი. ხომ გითხარი? აქ ვინზის? უფროსი. მე ვარ თქო, გოგო, უფროსი. რა გჭირს? კაკოების გამოშვება იქნებოდა, ბიჭო, ძლივს დაიჭინეს. რა უცნაური კაცი ხარ რა, ვინა ხარ შენ რა? ამას აქ რა უნდა? რა ვიცი, შემოიჭრა და კერავს. თან უფროსი ვარო ამბობს. მიდი გადაუჯექი. ახლოს მიდი, ახლოს. მიდი, გოგო, მიდი.
რა ხდება? რა ხდება და სიყვარულს გართმევენ, ბიჭო? ვინ? აი. ნახე, როგორ უყურებს, რა თვალებით უყურებს, ბიჭო. რაღაცა უნდა მოიმოქმედო, თორე შენ სიყვარულს წაგართმევს. თუ გინდა გაიტაცე და სათმე დამარხე. მე ხმას არ ამოვიღებ, ხო იცია რა? არაფერი რა. დედა სიყვარული, დედა სიხარული, ჩემი პატარა. კარგი ნუ წაიღეტვინი რა. ვეფერები ადამიანო. ხო ხედავ არა ინტერესებს რა, შეეშვი. მოწონს. ერთი ტახის მოწონს შენი მოფერება და მეორე მაგასა. რა? რა მეკითხრა? რა არაფერი არ უთქვია. რა? გაი არაფერი. ციცო მითხარი. მე რა უნდა გითხრა რა, თუ ვერაფერს ვერ ახვდები, იყავი შენთვის რა მნიშვნელობა აქვს. ტახის მე ძალიან უყვარვარ. კიშოც ეგრიაბობდა ჩემზე, მაგრამ ვერ მომაყენას ხისიშვილი. მოეთრა. რა გინდა რისთვის მოხედი? მაინც არ შეგირიგდებით, ყვილან უნდა მიწყებ ახლა ხვეწნას. ხვეწნას არა კოდალაი, გშორდები. რაიო? გშორდები, კიდევ кайხანი გაგიძერი შენა რა. მე მეუბნები. ხო, შენ გეუნები, ჯერ ახალი არავინ არ გამიჩენია. მოიტა ჩემი ლიფტები და სოფელში უნდა წავიდე რა ერთი რა, მომიცი რა. აჰა, დამტენი და ბანდაჟს მარშრუტკას გამოვატან. ეგ არის მარტო. ამის მეტი რა გაგაჩნია შეუბედურო. კარგად მეყოლე. ვიცა? მართლა ვშორდები? რა იყო, გული წდება? ხო, 40 წელი ტყუილდა რო გაჩუქე. მაჩუქე რა მოვიმატა, ჰა? წავედი მე, მოიტა ჩემ გზას გადავკვეცდი, კაი გოგო ერთი. აბა, კარგად იყავი შვილი. მოდი შენ არ ჩაკეტო ღამე ჭიშკარი. შეიძლება ეს წამოვიდეს ამაღამ სოფელში. მე რას მერჩი? მოკლედ ტახი მახოს უნდა შეგვახვედროთ რამენაირად რა. ტახი მახოს? ხომ გითხარით ბიჭო, არ ვიცნობ მეთქი ტახი მახოს. თქვენაირი შესაძლებლობების მქონე ადამიანს მე მგონი არ უნდა გაუჭირდეს მისი პოვნა. უბრალოდ მე ერთად რომ შევხვდეთ რა. და რასთან დაკავშირებით გინდა შეხვედრა? ისე უბრალოდ ახლოს გაცნობა გვინდა. მე რა შუაში ვარ. მიდი და გაიცანი ძმა. ჩვენ დარეკილს არ პასუხობს და იქნებ თქვენ რო დაურეკოთ მაგას უპასუხოს. ჩემ დარეკილს რატო უნდა უპასუხოს ბიჭო? რომელიც ჩემი ძმა კაცი ეგ არის. გამაგიჟებთ თქვენ რა. მაგისთვის მომასწინეს ბიჭო? არა, უბრალოდ ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდოდა რომ თქვენთვის პატივი გვეცა. ოღონდ ამჯერად ნინისთან ერთად რა. ხო, მაგრამ როგორც ვიცი, დღეს ნინის არც ალია თანამშრომლებთან ერთად მიდის. აღარ მიდის. დაურეკეთ და ჭუჭუჭზე მოვა. კარგია, მაგრამ მე მაინც ვერ დაველოდები ბიჭებო. 15 წუთში მინისტრთან მაქვს შეხვედრა რა და ვაგვიანებ. ახლა ნუ ატრაკებ რა. როგორ მელაპარაკებით ბიჭო, ხო არ გინდათ რომ დააგჩუტო თქვენ ორი დარვაზე დაბერილო ბუშტებო, რა ხდება? რა გჭირს? აი ეგ მაინტერესებს მე ზუსტად რა ჭირს. აი ერთ დღეში ესე როგორ შეიძლება ჩამოაბერო ადამიანი რა. კაი მიდი გავუშვი, სატაქსაოდე ჩქარება.
სატაქსაოთ რა პრინციპში თუ უნდა არ იტაქსავებს. ტახი მახოც მაკაცია რა და მოუგვარებს ის. მერე ბავშვო ვერაფერს უყიდის და ცოლი ეჭუბება. მართალია? ყველაფერს აგიხსნი მინი რა. წადი. აი, საწევიდე გოგო. ამას ჩამევიბან და დავждეთ და ვილაპარაკოთ რამე ადამიანურად. ჩაი ყავა. წადი. გოგო, შენ სულ ესეთ სარევში როგორ უნდა ეხვეოდი, ჰა? არა მოიღებ ხმას, აბიჯო. არი ტყვირა გჭირს. აუ ბიჭო. ინისთან დამეძაბა ძალიან რა. მორჩა ყველაფერი. მორჩა? და როდის დაიწყო? ხო, კაი, რა უნდა? აუ ყველაფერი გაიგო ჩემზე. ცოლი რომ ყავდა. მე და შენ როც მაკაცები ვართ. და კიდე 1000 რაღაცა. და მე რა რომ მე და შენ ძმაკაცები ვართ, ბიჭო. გეპაზორებ, ეგ რა შუაშია. აბა აკოების დააღმოჩნდა. და ეგ რო გავიგე მე ვეღარ ვუთხარი რომ მე და შენ ძმაკაცები ვართ. თავისი ძმები გამაცნო ის კაკოები. და იმათმა გამიჩალიჩეს რა. რა სიძახი, ბიჭო? ხვდები საერთოდ რა სიძახი? გამოდის რომ მეც მატყუებდი? და ვიღაცა გოგოს გამო ჩემ ტრებს შეეკარი, ბიჭო? რამ ტრებს შევეკარი ეგ რა შუაში? ხმა გაწყვიტე, შენი ხმა არ გავიგო. როგორ გენდობოდი? შენ რა დამპალი მოღალატე კაცი ყოფილხარ, ბიჭო? კაკუების და რანაირად შეგიყვარდა? რო შემეყვარდა მე გავიგე. რა მნიშვნელობა აქვს მაგასა? მე იცინას ვიზავდი. არ დაგიმანავდი კი არა, საერთოდ მაგ გოგოს ეგრევე დავშორდებოდი. იმიტომ რომ მე ჩემი ძმაკაცის მტერსა ვერ შევიყვარებ, ვერაცოდესა. მაგრამ შენ რას გიხსნი? შენ არც ძმაკაცობა გწოდნია და არც სიყვარული. მართალი ყოფილა შენი სიდედრი. კაცი კი არა, დუპლიკატი ხარ შენა. და ჩემი ნომერი წაშალე, გაიგე, შემთხვევით ზარი არ გამოგეშვას. დამპალი მოღალატე ესა. მოდი დუდუ. შენა გითხარი, ნეტა გენახა შენა. ციცოცა რასახე ქონდა რო უთხარი შორდები მეთქი. მარა გეგონა რა, ისე მე ქალების ფსიქოლოგიაზე დისერტაციებს ვიცავდი ხოლმე. რასა? დისერტაციებსა. აბა. ნუ საკრაუ. აკას მომაგენი შეშობელ ძაღლო შენა. კარგი ბიჭო, ბავშვს ეგრე უნდა ელაპარაკო. ზუზუ გაჩერდი თორე შეცები გაყოლე მაგას ეხლა. მოლჩა, გადაწყდა, აქ უნდა ვიცხოვდო. ბებია შენისამა. რა, გამაგდებ? კიში ეს უპატრონო იგასო. არა ვარ უპატრონო. გიპოვე. ვაიმე ზუზუ, მოდი რაღაცა მესწრონე თავში რა. რო იქნება დავისვენო რა. კარგი ბიჭო, კარგი, დაიტოვე რა იყო რას აჩავებს რა გინდა რა. ვინა ბიჭო, ეს დავიდავოგაცო, ესა. შეხედე რომ ვინა რას აგავს რა არის და ნორმალურია. თქვენები ხო ისეთები არიან რომ გვარში სტატისტიკა არ გაგიფუჭოს რა. აუ ბე, სათხარ. ესენი ვინ არიან?
ეს მამიკო არის. ეს არ ვიცი, მამიკოს დაყვება ხოლმე. შემო რა დაიკიდე. ჩვენთან უნდა დარჩნენ? ეს ვინოხრობა არია? ერთია რა, ყვარობს. ეხლა ორივენი გამეცალეთ მანდედანა. გამოდი იქიდან. შეხედი აქ რა ხდება. გამოდი იქიდან. შეხედე, ციტოსოთა შენა შეუღანია თანადასვა. არ გავყარო რა. ძლივს დავკერე. აიმე, წამიბილწე სამ პატრონ ამოუცნობე სახლია. მამიკო, დაწყნადი. მამიკოს ნუმედაღი თორე გადაგცხე რაღაცა ეხლა ხედანა. ძუდუ. ძუდუ, დავხოცე ორივეს და წადი გამომიტანე შეკენ და გამეცალი. დამშვიდი, წამოდი. წამოდი კაცო, ძალები ამათა კაცო. ელაპარაკე, წამოდი მეთქი კაცო. გამოდი დაგხოცე ორივეს შენი. წამოდი კაცო. მოდი ახლა შენი, გამოდი. გამარჯობათ მეგობრებო. აი, ახლა დაგინახეთ. როგორ მოგწონთ ჩემი გოგო? როგორ მოგეწონათ ჩვენი ეპიზოდი? რას ფიქრობთ, დამიტოვებს მამიკო? გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაგვიწერეთ კომენტარები.